ნინი, მინდა ვისაუბროთ თემაზე ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობა და პირისყრის ჯანმრთელობის ორმხრივი კავშირი. არაერთხელ აღნიშნეთ ის ფაქტი, რომ ადამიანის ზოგადი მდგომარეობა თავის გამოვლენებას პირისყრში პოვებს, მაგრამ დღეს მინდა ვისაუბროთ მის საპირისპირო მდგომარეობაზე, როდესაც პირისყრის სხვადასხვა ქრონიკული ინფექციური მდგომარეობები ხდება სისტემური პათოლოგიების მაპროვოცირებელი. მაგალითად, პაროდონტიტი წარმოადგენს ორგანიზმში არსებულ მუდმივ ინფექციურ კერას, რაც თავის მხრივ შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი. ეს დაავადებები შეიძლება იყოს მაგალითად გულსის ძარღვთა, შეიძლება იყოს რესპირატორული, შეიძლება იყოს ნეიროდეგენერაციული. რატომ? იმიტომ რომ პაროდონტოპათოგენები, ანუ ის ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ პაროდონტიტს, შეიძლება მოხდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და გამოიწვიოს ბაქტერიემია, გამოიწვიოს იმუნური სისტემის გააქტიურება და ორგანიზმის საპასუხო რეაქციის გაძლიერება ანთების მედიატორებზე, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ამ ანთების მარკერებს. მაინტერესებს არის თუ არა კავშირი სისტემურ დაავადებებსა და ენდოდონტიურ ინფექციებს შორის. ენდოდონტიური ინფექციები ძირითადად ლოკალიზებულია კბილის პულპასა და მის ირგვლივ მდებარე პერიაპიკალურ ქსოვილებში, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს მათი გავრცელება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის ჰემატოგენური, რომლის დროსაც ბაქტერიების მოხვედრა ხდება სისხლის მიმოქცევაში და ვითარდება ბაქტერემია. ენდოდონტიური ინფექციების დროს ბაქტერემიის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს ფესვის არხის გადაჭარბებული დამუშავება. ჩვენ ახლა ძირითადად ვისაუბრეთ კლინიკურ კვლევებზე დაფუძნებულ სწავლებებზე, ხო? მაინტერესებს თუ გქონია უშუალოდ კლინიკურ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა, როდესაც ენდოდონტიური ინფექცია გახდა სხვადასხვა სისტემური დაავადების მაპროვოცირებელი. კი, მაგალითად, ჩვენს კლინიკურ პრაქტიკაში გვაქვს ასეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი გადმომისამართდა ჩვენთან იმ მიზეზით, რომ ამ პაციენტს წლების განმავლობაში აღენიშნებოდა ქრონიკული რეციდიული პნევმონია, რომლის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდებოდა, თუმცა შესაბამისი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ სასუნთქზებში არსებული მიკროორგანიზმები იყო იდენტური პირისყრში არსებული მიკრობების. ამის გამო ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადგინდა, რომ 4-6 კვირის მიდამოში აღენიშნებოდა ქრონიკული პერიაპიკალური პროცესი და დაიგეგმა ამ პაციენტის მკურნალობა. რაც მიზნად ისახავს 4-6 კვირის ენდოდონტიურ მკურნალობას, რაც შემდგომში გამოიწვევს ამ მიკრობების ელიმინაციას და ხელს შეუწყობს იმ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზის აღმოფხვრას, რაც იწვევდა ამ ქრონიკულ პნევმონიას. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრონიკული დაბალი ინტენსივობის ანთება შეიძლება გახდეს საფუძველი სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებისა? კი, ნამდვილად შეიძლება ასეც ითქვას.